ახლა კი ჩვენს ეთერში New Hospitalsის რუბრიკის დროა, საუბრობთ კორონაროგრაფიაზე, რომელიც გულის სისხლძარღვების კვლევის ინვაზიური მეთოდია. კორონაროგრაფია გულის ათეროსკლეროზული დაავადებების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს და ტარდება ინტერვენციული კარდიოლოგის მიერ კათეტერიზაციის ლაბორატორიაში. როდის არის საჭირო კორონაროგრაფია, როგორ ტარდება პროცედურა? დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ექიმი კარდიოლოგი, ინტერვენციული კარდიოლოგი, ინტერვენციული კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა მოსიაშვილი. დიდი მადლობა რომ მოგწადით. მადლობა რომ მოხვედით. მეორედ ხარ ჩვენთან სტუმრად, ყოველ შემთხვევაში მე ჩემს ეთერს ესე დაემთხვა. ძალიან საინტერესო თემებს ვშლით ხოლმე და ნუ აი თემა რომელიც გულს ეხება, ალბათ ყველაზე უფრო მეტად საინტერესო, იმიტომ რომ გული ყველა სადღაც შეუფართხალდება ხოლმე მაინც და მით უფრო ესეთი პრევენციის საშუალებაც შეგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. მოდი დავიწყოთ ალბათ საუბარი ზოგადად რა არის კორონოგრაფია თუ სწორად ვამბობ. კორონაროგრაფია. და როდის სჭირდება ეს პროცედურა პაციენტს? გულის შეფრთხილებაზე სადაც დაგვინახავენ, ყველას მაშინ ტკივდება ხოლმე გული. ყოველ ჯამთელი იყავით, სანამ მე მოვიდოდი ხოლმე. კორონაროგრაფია სიტყვას თქვით ნიშნავს გულის მკვლევავი არტერიების კვლევის მეთოდს, რომელიც დროსაც გამოიყენება საკონტრასტო ნივთიერება და რენტგენის სხივები. რენტგენის თანამედროვე აპარატია, რომელიც კონტრასტს სხვადასხვანაირად ფერავს, ასე ვთქვათ, მიმღებ დისპლეიზე და ჩვენ ამით ვადგენთ კორონარული სისტემის ანატომიას და დაზიანების ხარისხს. რომლის დროსაც ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ, როგორც მე ვეუბნები ხოლმე პაციენტებს, რომ სამი შედეგი აქვს კორონაროგრაფიას, ასე ვთქვათ, სამი დიდი შედეგი, შემდგომი ვარიაციებით. პირველი შედეგია ხოლმე, რომ პაციენტს აქვს დაზიანება ან არ აქვს დაზიანება და ეს დაზიანების ეს ხარისხი არ საჭიროებს დამატებით ჩარევას გარდა მედიკამენტებისა და პაციენტს ენიშნება შესაბამისი მედიკამენტური თერაპია ან არ ენიშნება მედიკამენტური თერაპია. ესეთი შემთხვევებიც არსებობს, რომ აკეთებ კორონაროგრაფიას და სრულად ინტაქტურია არტერიები, არაფერს არ საჭიროებს გარდა კეთილსურვილებისა. მეორე შემთხვევაა, როცა დაზიანების ხარისხი არის ისეთი, რომ შეგვიძლია ჩვენ უმკურნალოთ ამ დაზიანებას და ეგრეთ წოდებული სტენტირება, ყველას გაგიგონათ სტენტირება რაც არის, ხდება იმ ადგილის იმ შევიწროების, იმ დაზიანების კონკრეტულად იმ ადგილის გამოსწორება, ასე ვთქვათ, სტენტის ან ბალონური დილატაციის გააჩნია, რა მეთოდს ირჩევს კარდიოლოგი, ინტერვენციული კარდიოლოგი და მესამე შედეგი დგება ხოლმე, როცა დაზიანების ხარისხი რაოდენობა პაციენტის სიმძიმე ისეთია, რომ ჩვენ მას ვურჩევთ აორტოკორონარულ შუნტირებას. თუმცა კორონაროგრაფია იმდენად არის უკვე ეს სისხლძარღვი ბევრ ადგილას არის თქვათ დაზიანებული. ბევრი დაზიანებებია, ტექნიკურად ისეთია, მოკლედ პაციენტის პაციენტის მკურნალობის ხარისხი საჭიროებს აორტოკორონარულ შუნტირებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამისი იყოს შემდგომი 10-15 წელს განმავლობაში. ამ შემთხვევაში ურჩევთ აორტოკორონარულ. მე როგორც ხვდები, კორონაროგრაფია, მინდა რომ სწორად თქვა, უტყუარად იძლევა სრულ სურათს თქვენთვის დაზიანების ან არ დაზიანების შესახებ. ანუ ეს პროცედურა ამ სურათს უტყუარად იძლევა. ეს პროცედურა თვითონ როგორია, როგორ ტარდება, რა არის, ხო ეს უფრო მეტი რო გითხრათ, იმიტომ რომ თქვათ, აი მომზადება ჭირდება თუ არა ამისთვის განსაკუთრებული პაციენტს. თავდადო ტექნოლოგიებმა ეს განაპირობა ის რომ კარდიოლოგიური და კარდიოვასკულარული დაავადებები მკურნალობა ძალიან განვითარდა, იმიტომ რომ სიკვდილის პირველი მიზეზია, როგორც ერთ-ერთი პირველი მიზეზია გულის დაავადებები მთელ მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. განსაკუთრებული მომზადება პაციენტს არ ჭირდება ხოლმე, იმის მერე რაც კარდიოლოგი შეაფასებს, რომ ადამიანს ჭირდება ეს კვლევა. ტარდება სპეციალურ საოპერაციოში, ეგრეთ წოდებული კათეტერიზაციის ლაბორატორია ქვია. შემოკლედ კატლაპს ვეძახით ჩვენ ამ ყველაფერს. პაციენტს არ ძინავს, ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება მაგისტრალური არტერიებიდან, ადრე ეს დაგის როცა დაიწყო ხდებოდა ბარძახის არტერიიდან, მარცხენა ბარძახის არტერიიდან, უკვე ბოლო 15 წელიწადია ჩვენ ვაკეთებთ ამას სხივის არტერიიდან. ანუ ხელიდან ასე ვთქვათ. უფრო მოკლე გზას გადის, თან მოკლე გზას არის ბოლომდე მისასვლელი. საოცარი იყოს ერთი და იგივეა ბარძახის არტერიიდან, სხივის არტერიიდან ერთი და იგივე გზა გულამდე, იმიტომ რომ მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ გული მარცხნივ არის, გული არის შუაში. არ არის მარცხნივ შუაში, ასე რომ თანაბარი მანძილია ამ ადგილებამდე. პროცედურა გრძელდება 5-დან
15 წუთამდე დიაგნოსტიკა გააჩნია სირთულისა, რა სირთულეები არის ამ დიაგნოსტიკირების დროს, რომლის დროსაც ჩვენ პრინციპში ვადგენთ 100%-თან მიახლოებული სიზუსტით არის თუ არა დაზიანებული არტერიები, თუ არის დაზიანებული, ამის მერე ვწყვიტავთ ტაქტიკას, როგორ მკურნალობთ ამ დაზიანებებს. ბატონ ლაშაი, თქვენ ახსენეთ გართულება და რა ტიპის გართულება შეიძლება შეხვდეს თქვენ შეგხვდეთ აი ამ პროცედურის დროს? ხსენებათ რომ გაურთულებელი და ესეთი სამედიცინო პროცედურა თვით ტაბლეტის დალებაც კი არ არის, და თუ გაგვთვალისწინებთ ასეთი ინვაზიური პროცედურა არტერიდან შევდივართ გულში და ვათვალიერებთ ასე ვთქვათ. ძირითადი გართულებების ჯამი არის ის, რომელიც დაკავშირებულია პუნქციის ადგილთან. ანუ საჩუქრად იმ ადგილთან, სადაც შევდივართ. შეიძლება იყოს სისხლდენა, ჰემატომა, უსიამო შეგრძნება, ტკივილი, ასევე ალერგიული რეაქციები, რაც ამ პროცედურის დროს გამოყენებულ ნივთიერებებს თუ სახარჯ მასალებს შეეხება. მათ შორის, რა თქმა უნდა, ძალიან იშვიათია, ოღონდ შეიძლება ლეტალური შედეგი წადგეს კორონაროგრაფიის დროს, ოღონდ ეს ალბათ თეორიულად იმდენად იშვიათია და დაკავშირებულია ხოლმე უფრო წვავი მდგომარეობებთან და არა გეგმიურ გამოჩარებებთან. რა გამოცდილება აქვს ნიუ ჰოსპიტალს ამ მიმართულებით, თქვათ? როგორია სტატისტიკა და თქვათ ალბათ კეთილი გამოსავალი დგება ძირითადად ყველა შემთხვევაში. ჩვენ შეგვიძლია ამოყავთ თქვათ, რომ ბოლო 5-7 წლის განმავლობაში ჩვენთან დავანერგეთ ძალიან ბევრი სიახლეები ამ მიმართულებით. გვაქვს 3 ბოლომდე აღჭურვილი კათედრიზაციის ლაბორატორია, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ პარალელურად სხვადასხვა სახის ინტერვენციულ ჩარევებს თუ დიაგნოსტირებებს წარმოვოთ. საკმაოდ დიდი მიმართვიანობა გვაქვს ჩვენ წელიწადში მარტო აი კორონარული დაავადებების მკურნალობის და დიაგნოსტირების გზით საშუალოდ 1000-მდე პაციენტს ემსახურებს წლის განმავლობაში, რაც საკმაოდ დიდი მაღალია კი ბატონო საოპერაციისთვის და რაც შემიძლია ვთქვა თამამად, რომ ვცდილობთ დავნერგოთ ყველა ის თანამედროვე დიაგნოსტირების და მკურნალობის საშუალებები, რომ პაციენტს არ ქონდეს იმის საჭიროება, რომ იმართოს უცხოეთში და წავიდეს უცხოეთში და ეს ყველა ეს თანამედროვე კვლევა ეს მნიშვნელოვანია. იყოს ჩვენ საოპერაციოში, იმიტომ რომ ეს არის რთული და ძირითადად არის ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული, მაგრამ მაინც ვცდილობ და მაინც გვაქვს, რა შემიძლია ვთქვა, რომ ის ყველა მკურნალობის მეთოდი ან საშუალება, რაც თანამედროვე სოფლიოშია, ერთ-ერთი პირველი გაწესებულებაა ჩვენთან, რომელსაც შეუძლია ეს ყველაფერი შეფასება. სხვა შორის მეზობელი ქვეყნებიდანაც მოგმართავენ ჩამოდიან და მკურნალობენ. კი, სხვა რომლებიც აი მაგალითად სომხეთში და აზერბაიჯანში რაღაცა მკურნალობები არ არის ამ დაავადებებში. და ჩვენთან ჩამოდიან რომ მოგმართონ ხოლმე. ოთხშიც და სასიამოვნო რომ ასე წინ და გამიგია კიდეც აი უცხოელებისგან მსმენიან, წამიკითხავს კიდეც და ალბათ ასეც არის რომ საქართველოში კარდიოლოგიის მიმართულებით საკმაოდ მაღალი სტანდარტები გვაქვს. თუ შევადარებთ ქართულ მედიცინას თუ ავიღებთ ჯამში, კარდიოლოგიური, ინტერვენციული კარდიოლოგია ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული დარგია. კი ბატონო, რა თქმა უნდა, როგორც მაქსიმალისტებს კიდევ უფრო მაგრამ აი თუ გადავხედავთ ყველაფერს ჯამში, ჩვენ სურათს ასე ცხოვრობთ, ყველაზე კარგად განვითარებული. ბატონო, აი რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა აი ამ პროცედურის შემდეგ? უნდა შეიცვალოს თუ არა, თქვათ, მისი ცხოვრების წესი და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ თავს და შემდგომ ჯანმრთელობას. და აქვე კითხავთ პროცედურის ხანგრძლივობაზე, იმიტომ რომ ესეც სამნიშნელოვანია ხოლმე პაციენტებში, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი. 15 წუთი პროცედურა გრძელდება, აღარ სამავტყოფოში ყოფნა პაციენტს უხდება, აი პროცედურის დამთავრებიდან 3-4 საათში სახლში უშვებთ საკუთარი ფეხით. თუ თქვა უნდა თუ არ ხდება ჩარევა. თუ არ ხდება რამე ინტერვენცია, თუ ხდება სტენტირება, თუ ჩვენ რამე ინტერვენციას ვახორციელებთ 24 საათი რჩება სამავტყოფოში. რაც შეეხება რა უნდა იცოდეს პაციენტმა ცხოვრების სტილზე, ყოველას მაშინ უნდა ქართულ კაცებს რო ღვინოს ხოდის დალებენ და სიგარეტს ხომ მოწევენ. რა თქმა უნდა, ესეთი რაღაცები მე ცნობილ ანეკდოტამდე მივდივართ ხოლმე ჩვენ რომ არაფერი არ შეიძლება, მაგრამ თუ ვერევი და თუ დაავადება აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, ცხოვრების ის წესი, რომელიც განაპირობებს, რომ რაც შეიძლება დიდხანს იცხოვროს, დამატებით პროცედურის შემდგომ, აი რაც დაკავშირებულია ჭუქლეთის ადგილთან, ჰემატომა თუ რამე ესეთი აწუხებს, უნდა მიმართოს დაუყოვნებლივ ექიმს, რომ სწრაფად მოხდეს ამ გართულებების კორეგირება. პრინციპში რამე განსაკუთრებული ის, რომ თავს ვერ მოუღოს პაციენტს არ აქვს ამ
დიაგნოსტიკის ან ჩარევის შემო. უღრმესი მადლობა ამ მომწურავი ინფორმაციისთვის. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე, როგორ არ მივიდეთ თქვა ამ მდგომარეობამდე და პროცედურის შემდეგ როგორ მოვუაროთ საქმე. ხო, ხშირ შემთხვევაში ქართველებს ისიც გვემართება ხოლმე, რომ ექიმთან არ მივდივართ, გულში რაღაც სამოვიკითხავთ, ამით ვიმკურნალებთ და მე ექიმებსაც ურთულებთ საქმეს და ჩვენი გადაცემა და ეს რუბრიკა იმაშიც ეხმარება პოტენციურ პაციენტებს, რომ, რა ვიცი, სწორად დაგეგმონ თავიანთი ჯანმრთელობის შესახებ რაღაცები. მადლობა ბატონ ლაშა, დაგემშვიდობებით.